აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებაზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. დღეს ჩვენ მქონდა გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა იტალიის ელჩთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე და იმ საჭიროებებზე, რაც აქვს ჩვენს მოქალაქეებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობაზე, რაც მოიცავს საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული კუთხით მხარდაჭერას და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი იძულებით გადაადგილებული დროებით დევნილი მოსახლეობის ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ სახლებში. დღეს მქონდა პატივი შევხვედროდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. ჩემთვის ეს შეხვედრა იყო შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარების კუთხით. ასევე არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის განათლების მიმართულებით, კერძოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნეაპოლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა.